დილამშვიდობისა. სად იყავი? ისევ ტბაზე ბრძანდებოდი? უკვე მთელი საათია პურს ველოდები. დედა, 5 წუთში მოვალ. თუ 1 საათში მაინც მსაყვედურობ. სულ სადღაც იკარგები. მომისმინე, შვენიერი სასიყვარულო სიმღერა გამოვიდოდა. შენ სულ სადღაც იკარგები, ვერ გპოულობ ვერასდროს. გეყოფა პური დაჭერი. ამ საღამოს შენთან მოვალ. ვიხალისო დილამდე. ხოლო შენთან ყოფნა მინდა. ხოლო შენთვის ვილოცებ. ამ სიმღერას ყოველთვის შეცდომით რატო უმღერი? ჩემი გული შენ გეკუთვნის. გახედე გეძახის. აქ ცხოვრებაც გიბოზე. სულელო. ძმაო, იცოდე კიდევ ერთხელ დაარტყამ და შავ დღეს დაგაყრი. გაჩვენდი შენ ვერევი. ამ დილაუთენია რა დაგემართათ? დედა, განა ეს საკითხავია? ცოტა ხანში შენი შვილი 3 კიტრონებში დაიწყებს სიმღერას. მე არ მითხრა რომ არ გამიფრთხილები ხარ. დილამშვიდობისა, მამა. ბაჰათინ, გაზეთს მოეშვი. ბაჰათინ, საუზმე გაგიცივდება. ბაჰათინ. ბაჰათინ. ხომ დამბირდი რომ დაელაპარაკებოდი. ამას გულისხმობ? ასიე, შენთვის მაგარი სიურპრიზი მაქვს. მე მადლობას მეტყვი. თუ ხელძმა ოსმანმა დარეკა, კარგი ამბავი გვახარა. ისე გეღიმება, ნამდვილად საშინელებას მეტყვი. მაინც რა ამბავი გახარათ? შენი ხელის სათხოვნელად მოდიან, ასიე. ახალი ამბავი როგორ მოგეწონა? ყოველთვე ამ საკითხზე უნდა გეჩხუბოთ? რამდენჯერ უნდა გითხრათ? ძალით ვერავინ გამათხოვებს. ვერავინ. მაინც და მაინც სიყვარულით უნდა გათხოვდე? შენ ვერები ვინ კითხავს? ნუ მე პასუხები, მე შენი ძმა ვარ, დაბრუნდი. ასიე. ნახე? სიყვარული მსხვერპლს კიდევ თუ მოითხოვს, მე მზად ვარ. რა ვუპასუხო? კარგი რა სალიხა. კაცი ამაყი უნდა იყოს. ღირსების გრძნობა არ უნდა გააჩნდეს? ხომ დაცილდი? საკმარისია. ბევრი იცი. მაშინ რას მეკითხები, რა მიწერო? ასე მიწერე. ყურბან ბაირამზე მსხვერპლი უკვე შევწირეთ. ასე რომ დიდი მადლობა არ შეწუხდეთქო. ასიე. 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 რა იყო დედა? ახლა სახლში წამოდი. შენი დამოვიდა გელოდება. სასტრაფო რა არის დამელოდოს მე ვნახავ. ახლავე წამოხვალ. შენსაც დაუჯდები და მოусმენ. ისევ შენი ცხოვრების დასაგეგმად მოვიდა, ასე რომ მორიგ მოთხოვნებს დაელოდე. ნუ მთარსავ. ამჯერად ვინ არის დეიდა სეჰერ? ასიე ჯონი დებმა უნდა დანიშნოს? შინაბერად რომ დარჩები, გაგახსენებ. ასიე ბავშვის მდიდრული ეტლით რომ ჩაგივლის გვერდით, შენ ისევ SMS-ების წერაში იქნები, მე რეილაპარაკე. დედა ღმერთმა დაიფაროს. წამოდი. ასიე, ჩემო ძვირფასო. სიყვარული და თავგანწირვა დროთა განმავლობაში დავიწყებას ეძლევა. ოჯახურ ცხოვრებაში კი მთავარი სიმშვიდეა. რა თქმა უნდა და ეს მაშინ როცა ოჯახში ბავშვებია. ქორწინებაში კი გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. ასიე, შეწყვიტეთ ლიგინი. გაიგონე რასაც გეუბნებიან. კაცებზე ის ელაპარაკობ თითქოს 10 ქმარი ყავდეს გამოცვლილი. მეთინი შენი სიძის, ოსმანის შორეული ნათესავია. თანაც ამ ბიჭს უმრანიეში საკუთარი სატელეფონო კომპანია აქვს. ხო, და კიდევ სტამბოლშიც. ნახვით რა დაშავდება. უსიყვარულოდ არ გავთხოვდები და მორჩა. ეჭვმეპარება რომ ოსმანის რჩევი ჩემიყვარდეს ვინმე. რა თავხედი ხარ? ილოსე რომ ოსმანისნაირი ქმარი იშოვო. შენი დასაცინი რა სჭირს? მე ოჯახი კაცია, მუშაობს, კარგი ხასიათი აქვს. სხვა რა ჯანდაბა გინდა? რა? სხვა რა მინდა? თუ ასეა ჩემი და რატომ არის უბედური? ყოველ მაღაზიაში წასვლაზე 9 ჩანთას და 5 წყვილ ფეხსაცმელს რატომ ყიდულობ? გინდა რომ მეც იგივე ბედი მეწიოს? რა სისულელეა? რა იყო ტყუილია? იმდენად უბედური ხარ, რომ ან საძილე წამლებსონ, ან კი ფულს უაზროდ აფრიალებ. ნამდვილად არ მინდა შენსავით ვიცხოვრო. აქვს და ხარჯავს. შენ ვინ კითხავს? რა შენი საქმეა? შენს გათხოვდი ღირსეულად და შენს დახარჯე ვინ გიშლის? დედა, მოეშვი. ამ უტვინო გოგოს ნათქვამს სულ არ ვაქცევ ყურადღებას. ფასდაკლება იყო და ამდენი რამ იმიტომ ვიყიდე.
მომისმინე უსიყვარულოდ გათხოვებას არ გთავაზობ. გაიცანი ის ბიჭი, სადმე გაისეირნე, დაილაპარაკეთ. თუ მოგეწონება იქნებ, მოგინდეს და შეგიყვარდეს კიდეც. ვინ რას გაძალებს? ბიჭმა შენი სურათი ნახა და უგონოდ შეუყვარდი. არ მინდა. მედის მოთმენა აღარ შემიძლია. დამტანჯეთ. ასიე. დედა თავი დაანებე. მოეშვი გაბროტებულია. რისი მოთმენა აღარ მიწევს. ნუ ხელავ. რამეს მოვიფიქრებთ. ყავას მოვიდუღებ. ჯანქათი რა შრება? არ მკითხო. სიმღერის გარდა არაფერი აღელვებს. ზაფერი დილიდან საღამომდე ეჩხუბება, მაგრამ რა გინდა? ვის ესმის? გაიძახის რომ მომღერალი უნდა გამოვიდეო. მოგესალმები ოსმან. გაიხარე. მაგარი ხარ სიძევ. თელი ბაზარი გიყიდია. შეუჭმელი არაფერი დარჩება. ამდენი ხალხი ვართ, იფეკ. ბარემ შეწვიე ხორცი. კარგი საყვარელო. შენ კი მანამდე ხელები დაიბანე. მამა, მოეშვი მაგ ტელევიზორს. შეხედე, შენი სიძე მოვიდა. მოგესალმები ოსმან. გამარჯობა მამა ბაჰათინ. გოგონი, გაბრაზებული ხარ? მომეშვი სიძევ. მაგ უკმეხობისთვის შენი ქმრისგან ბევრჯერ მოგხვდება, ბევრჯერ. არც იოცნება. მეთინის გამო გაგვიბრაზდა. რატომ? მეთინს რას უწუნებ ქალბატონო? უკეთეს ბიჭს ვერსად ნახავ. ეს დედა წაუღე. დაო, გეუბნები უბედური ხარ მეთქი და არ მიჯერებ. ყველაფერზე ნერვები გეშლება. აჯობებს წახვიდე და ახალი ტელეფონი იყიდო. ჯანქათ, გამარჯობა. გამარჯობა დაო. ამ სიბნელეში მზისათვალე რა გინდა არტისტო? არც არაფრად. აბა მოიხსენი. ეს სილურჯე საიდან გაქვს? არც საიდან დაიგო. ხომ თქვი რა კი ასე იგვიანებს ნამდვილად რაღაც ხდება მეთქი. რა მოხდა? შეხედე. რა შერს? ოჩახ. როგორც იქნა ჩხუბი გისწავლია. ასე გააგრძელე ძმაო, ასე გააგრძელე. შენი თვამაყობ. ვამაყობ გესმის? ზაფერ, სისულელეს ნოამბობ. რატომ რა ხდება? რა ხდება? ასე ვინდა გამშვენა. არაფერიც არ ხდება. შვილო, რა საშინელებაა? თვალი ვინ ჩაგილურჯა? დედიკო, არაფერია, ყველაფერი რიგზია, მომისმინე? ხურდა არ დააბრუნე? თუ თვალი ჩაგილურჯეს და კუ დამოძუებული გამოიქეცი. ნუ რას უკაცრავად? შენ მათი ცხვირები არ გინახავს, დირექტორმა დამსაჯა და არ გამომიშვა. მე დამლიგებელმა სთხოვა და გამათავისუფლა. აი ეს მესმის. ასე განაგძე. ოჩახ ძმაო. გამოდი ახლავე მოგარჩენ. რამდენიმე დღეში კვალიც არ გექნება, მოდი. ნეტავ რა გაჩხუბებდა? კარგი, გეყოფა. უფროსო რა ხდება? მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ზედ რომ არ გვიყურებ. იცოდე მეწყინება? მოვდივარ. ღრუბლებში დაფრინავს. რაც პენსიაზე გავიდა, ადგილს ვერ პაულობს. დედასთვის უთქვამს, აღარ ვჭირდებოდი და გამომაგდესა. რასაკვირველია, პოლიციელი კოლეგები ძველებურად აღარ კითხულობენ. ხოდანა ყველას გადამკიდე. ჭკუიდან გადადის. ეს სახლი კი არა, ფსიქიატრიული კლინიკაა. ერთ ჭერქვეშ უამრავი მანიაკია თავშეყრილი. ძმაო, მტკივა არ გინდა? ჩუმად. ძმაო. დამაცადე და გაჩუნდი. ოიცა. ხურდა მართლა დაუბრუნდი თუ მემატყუებ? მტკივა მეთქი. ცოტა ხანს გაჩუნდი, კაცი არა ხარ? ასიე მოეშვი მაგ ხილს და ხორცი შეწვი. მოიცადე, მოითმინე. ახლა იოც აგისვამ. ნამდვილი გმირი ხარ, ყოჩახ. აი ასე. ნამდვილი გმირი ხარ, ყოჩახ.